აუზიაროს ჩვენს მაყურებელს, რა იქნება ეს კერძი, რომელსაც შევთავაზებთ და შემდეგ უკვე ერთი სული მაქვს ბატონ მიხეილთან ერთად, როდის გავარკვევ რა კავშირია კულინარიასა და ასტროლოგიას შორის და თუ შეგვიძლია რომ დავასახელოთ თქვათ ყველაზე გურმანი ზოდიაქოს ნიშნები. კარგი, ლიკუნა, მოდი გითხარი ჯერ რა კერძს მოვამზადებთ და კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე მალევე დავდუმდები და თქვენ მოგესმენთ დიდი სიამოვნებით. ლაშა დღეს სამზარეულოში მოგიწევ, როგორც შენ გადმომეწი წინ საფარი, ასევე მეც შეიძლება გადმოგცე. და ჩემი მოწოდებაა ესე იგი. კი, და თან სამეგრელოში ყოველთვის ტრადიციების სამებრ ღომი მზადდებოდა საკმაოდ დიდ ქვაბში და შესაბამისად ღომის მომზადება იყო კაცის საქმე. ხო, მაგრამ თქვენი იქ რო კაცებს კარგი ხელი აქვს და კი, კაცებს კარგი ხელი აქვთ, მაგრამ ღომის მომზადება განსაკუთრებით და თან ხორციანი კერძები განსაკუთრებით მამაკაცების საქმეა და აქედან გამომდინარე ნახეთ ჩვენ დღეს ვამზადებთ უკვე როგორც დავაანონსეთ ღომს და ხარჩოს მეგრულს საქონლის ხორცით ღომს ვამზადებთ ყვითელი ფერის ღომი გვექნება იმიტომ რომ ყვითელი სიმინდის გამზადდება წინასწარ უკვე გავრეცხეთ და დავადგით მოსახარშად რათა რაღაცნაირად აი ამ პირდაპირ ეთერის რეჟიმში მოვასწროთ აქ ეს არის ჩუანი ღომის ქვავი და ეს არის ჩოგანი, რითიც უნდა მოურიო და აბა შეუდექი საქმეს, კი ბატონო. შენ უნდა ჩაზილო ხოლმე პერიოდულად, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი ამბავია, საპასუხისმგებლო. აუცილებლად, ერთ რაღაცას ვიტყვი, უცებ უნდა გამოვთხრეთ აკო ეხა რა. მოკლედ პარის სენ-ჟერმენში ხვიჩას თანაგუნდელი არის ბრედლი ბარკოლა. ზუსტად ვიცი რომ დაიბადა 2002 წლის 2 სექტემბერს. მოკლედ ღამე რომ გამაგვიძო გეტყვი რომ საფრანგეთში. ზოდიაქო გამოუანგარიშა. წინა გადაცემაში იმდენი ვისაუბრეთ ბროკოლზე, რომ გუშინ კურიერში ამ ჩვენ ბრედლი ბარკოლას უბროკოლა ვეძახება. თქვენ თუ გადავეწყობით ეხა ამ იმაზე შეიძლება არა დროული იყო ლაშა ხორციან კერძზე გადაწყვეტა. ცაცია ხარ? ხო, ეგ უნდა მეკითხა, უნდა ამოურიო და თან ესე ამბობენ. იცი რა, ესე უნდა მოურიო. კი ბატონო, აი ეგრე. წარმოიდგინე ხეს ცეცხლზე რო იდგეს. თან რა არის, იცი, ამბობენ, რომ სანამ ღომი არ წამოდუღდება, მანამდე არ უნდა მოურიო, იმიტომ რომ მაგ დროს იკეთებს ზუსტად აი იმ რაღაცნაირად დამცავ აფქს, ესე ვთქვათ, ქვაბზე და შემდეგ არასოდეს არ ჩაიწვებაო და არ დაგეწვებაო. ლიკუნა, ჭურჭელს რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ უნდა აღვნიშნო, რომ ინგრედიენტებით დაწყებული, ჭურჭლით დასრულებული ლიკუნა ფაქტობრივად თავის თავზე აიღო და სახლიდან მოიტანა. კი, ასეა, იმიტომ რომ აი ამ ღომის ქვაბის გარეშე თვითონ ეს თუჯის ჩუანი, ეგრეთ წოდებული, აუცილებელია, რადგანაც ფორმაც ისეთი აქვს და თანანო ტემპერატურასაც ძალიან თანაბრად ანაწილებს და შესაბამისად ძალიან თანაბრად მზადდება ჩვენი ღომი. ცოტა ხანი კიდევ შეგვიძლია დავტოვოთ, ლაშა ნახე, ხა ესე გაწმინდი, აი ესე, ხო, კი ბატონო. შენ როგორი კერძების მზადება გიყვარს ხოლმე საერთოდ? თუ ძალიან შორს ხარ სამზარეულოს. ძალიან შორს ვარ. ერთხელ კი აღნიშნე რომ სოფლიო ჩემპიონი ვარ ერბოგორცის გაკეთებაში. მეტი არ ვიცი. ეგეც კარგია. არა გამოგდეს აი რაღაცა. თითქოს შენამო ვისაც ეს შეუძლია თაკო ძალიან მაგარ კერძებს აკეთებენ და ასეა. ძალიან გემრიელი ხელი აქვს მოკლედ. მე დარწმუნებული ვარ რომ ღომსაც დღეს სულ სხვა ხო, თან იქნება. შენ ხელით მომზადებული რო იქნება. ვამზადებთ ხარჩოს, ჩვენ დღეს საქონლის ხორცის ხარჩოს ვამზადებთ, თუმცა რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ ქათმის ხორცითაც ჩავანაცვლოთ, უფრო სწრაფი არის კიდევაც. ამისთვის დაგვჭირდება რომ მოვხარშოთ 1 კილოგრამი საქონლის ხორცი, დაგვჭირდება ხარჩოს სუნელი, ცოტა ტომატ პასტა, სხვადასხვა აჯიკები მაქვს და ასევე აუცილებლად მე პირადად ვამატებ ცოტა ფქვილს ბოლოს, როდესაც უკვე ნიგვზიან მასას ჩავასხამთ, ამას ეტაპობრივად ყველაფერს გაჩვენებთ, ჯერ დავიწყებთ ხახვის მომზადებით და ლაშა შემიძლია რომ შენ გადმოგაწოდო ჯერა. პირველად ვუყურებ რომ ორი წუთის მანძილზე მე მეორე ხახვის დავჭრი და შენ კი, ეს მაგარი რთული დავალება ბატონო. სირა, ეხლა ეს ჩემთვის ინფორმაცია ხედება. ხო, ნუ ახლა შვენიერი ქალბატონები, ეს მეგრული სუფრა, რომელიც მე ძალიან მიყვარს, სხვა შორის, იმიტომ ვეგეტარიანელი ვარ. რაღაცა ლამაზი ფერები, რაღაცა ჩემი რა გესმის და აი არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი. არიან მორიელები, ყველაზე გურმანები? არა.
ყველაზე გურმანი მორიელი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი კი. ხალხი თუთურილად არ იქნება დაჭრილი, ნუ გამლანძღავთ ოღონდ. ხალხი რაც თავარია დაჭრილი უნდა მოვათავსოთ ფაფში, რამდენჯერად კარგად მჭირდება. ხო, ახაც რომლები თუ წამოგვივიდა, აი ეგ არა. აჰა. ხო, კარგია. რაც მთავარია რამდენჯერად საძებო. ადამიანი რა არის ბატონო მიხეილ მაინც. ხახვით დაჭრას როგორ ნახტანაბრად არის. აბარა, ყველაფერი გეხერხება. მთავარია მონდომება იყოს. მე მგონი ამასობაში წავიწიეთ ნელ-ნელა წინ ხოლიკა. რა ეტაპები გამოვიარეთ ამასობაში? აბა, გითხარით. ჩვენი ხორცი მოიხარშა, გადავწურეთ, მაგრამ მისი ნახარში შევინახეთ, რა თქმა უნდა, რადგანაც შემდეგ ისევ უნდა ჩავაბრუნოთ. დავამატეთ ხახვთან ერთად ცოტა ხანი რომ მოითუშება, დავამატებთ 2 სუფრის კოვს ტომატ პასტას. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ცოტა ადრეა და ბლენდერში ვამზადებთ ნელ-ნელა ნიგოს, რომელშიც დავამატეთ 2 კბილი ნიორი, მხოლოდ 2 კბილი საკმარისია ამ ეტაპზე, რადგანაც მე აჯიკებსაც ვიყენებ, რომელშიც ისედაც არის უკვე ნიორი. დავამატებთ ხარჩოს სუნელს, დავამატებთ მარილს, დავამატებთ აჯიკებს და ამას ყველაფერს ერთად ცოტა წყალთან ერთად დავაბლენდერებთ და შემდეგ აუცილებლად გაჩვენებთ სხვა ეტაპებსაც. სადაო არის ხოლმე ყოველთვის ის, რომ ფქვილის დამატება საჭიროა თუ არა ხარჩოში, თუმცა როგორც ხედავთ, ნიგოზე არ არის ნაკლები და მაგიტომ არ ვამატებთ, უბრალოდ სულ სხვა კონსისტენციას ძენს ოდნავ ფქვილის დამატება და შესაბამისად მე აუცილებლად ვამატებ ამ ეტაპზე. არა, საოცარი კადრებია. ეხლა ჩემო კარგო, ერთამდე ჩართულია მოდის მომზადება. აბარა, ჩვენს კომპეტენტურ ზარეულს. ესე მე რა მაინტერესებს? აი ეხლა ეს ჩვენ გვაქვს ყვითელი, ხო? თეთრი რო იყოს. განსხვავება რამე არის გემოში? გემოში კი არის. რომელი ჯობია? გააჩნია ვის რომ ღომი უფრო ყველა თეთრი იცის და აქედან გამომდინარე შესაბამისად ყველას უფრო თეთრი უყვარს, მაგრამ ცოტა განსხვავდება, ხა ძალიან განსხვავებული არ არის და ეს ამას ცოტა გასაპრანჭად აკეთებდნენ ხოლმე ჩვენთან, როდესაც ესეთი საზეიმო სუფრა იშლება, ან ორ ფერს აკეთებენ. ორი ფერიც არის? თეთრი და ყვითელი ერთად. ან შემდეგ აი ყველა ღომიც რო ჩამოივლის და ელარჯიც რო ჩამოივლის, შემდეგ ჩადგამდნენ ხოლმე ყვითელ ღომსაც. მაყურებელს მინდა ვაჩვენო, ლაშა საპასუხისმგებლო მომენტი აქვს. ღომი უნდა ჩაიზილოს ლაშა, ძალიან კარგია, კარგად ჩაიზილოს და ეს კაცი ამ ღომთან ერთად ჩაიზილა დღეს, რასაც უყურებდა, არ ვიცი. კარგად დამთავრდება ეს ამბავი. საკმაოდ ცოტა რაოდენობის სიმინდის ფქვილი გვჭირდება, რომელსაც ვამატებთ ღერღილში, იგივე უბრალოდ სხვანაირად დაფქულ სიმინდის ფქვილში. ლაშა ახლა უნდა დაამატო ეს ფქვილი და თან აი ასე უნდა ურიო. ეს არის ეს ხდება, ეს არის მზადდება ღომი. ანუ აუცილებელია. კი, აუცილებელია იმისთვის, რომ რაღაცნაირი სხვა ის ნახე, არა, აი ნახე, ასე დაიჭირე. ეს შენ ესე აკეთე და მე ცოტა ჩაგიმატებ, კი ბატონო. საცია ხელზე უნდა მოვიდოთ, რომ ისე არ გამო. ესე გირჩევ, რომ ესე დაიკავო აქედან, ხო და აი ესე ზილე. მიდი ლაშა, მიდი, არ შევშინდე. რაც არ გაკლია და ძალა გაქვს, მიდი, ბოლომდე. ისე უნდა ჩაზილო, რომ ეს რაღაც ბურთულები არ დარჩეს რა. ნუ დაიწყებთ ჩემთან რეკვას, რომ ლაშა მოდი ღომი გავიკეთე. თან ყვითელი, ძალიან რთული საშოვნელია, ეგრე მარტივი არ არის. არ ხდება ეს ამბავი. ამასობაში ჩვენ მოვთუშეთ ჩვენი ხორცი ცოტა კარაქში ხახვთან ერთად დავამატეთ ტომატი და ახლა ის ეტაპია, როდესაც უნდა დავამატოთ ჩვენ დაბლენდერებული ნიგოზი სუნელებთან ერთად და ამასაც ჭირდება დრო, რომ კარგად მოიხარშოს, რათა ნიგოზმა გამოუშვას უკვე თავისი ცხიმი. ამას დრო სჭირდება, ცოტა ხანი უკვე დაბალ ცეცხლზე დავტოვებთ, დავამატებთ აქვე თავისივე ბულიონს და დავტოვებთ იმისთვის, რომ მოიხარშოს და შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით და მოგიყვებით რა ეტაპზე ვართ. მასტერკლასია. საეთეროდან დამცინიან. კი არიციან, რომ დაცინოს კაცი არ მოუკრავს. პირიქით გაძლიერდები. მოხვართ თქვენ ჩემთან ღომის მოთხოვნით და ნახოთ. ეთერის შემდეგ ყველა მოვა ლაშა. ყოფ ადამიანებს, აგერ ათვალებით უყურებს და შეესწკერის ბატონი მიხეილი ღომს. კი ბატონო. იოლიკა. კი, აი კარგად ჩაზილე და მორჩა, შემდეგ უკვე უნდა დავუწიოთ ცეცხლს და დავტოვოთ. ამ პროცესს ქვია ჩუნაფა. ღომის აი ამ პროცესს ქვია ჩუნაფა და აი ჯგირ ჩუნაფილი ღომი, როდესაც არის კარგად ჩუნაფილი, მაშინ არის გემრიელი. როგორ ჩუნაფილი, ხო? კი ბატონო, ჩუნაფა ქვია ამ პროცესს, რაც ახლა დაბალ ცეცხლზე უნდა ჩაზელვის შემდეგ დავტოვოთ.
მარტივი არ ყოფილა. იმიტომაც გეკითხარი, რომ მამაკაცების საქმეა, კი ბატონო. წარმოიდგინე ხა 100 ლიტრიანი ქვაბი როდესაც დგას და ამას რამდენი ხალხი სჭირდება რომ ჩაზილოს. იცი რა არის? ანუ ზოგჯერ რომ ასქელებს, ცოტათი ასქელებს. და შესქელების გარდა ანუ ამბობენ რომ აი ნიგოზი რო დაგაკლდება, ამიტომ უნდა გააკეთო, მაგრამ არა, ის საერთოდ სხვა კონსისტენციას ძენს. ახლა თუ არის აი ესეთი ცოტა აჭრელებული, ეს ის კრავს, რომ აი საერთოდ რაღაცნაირი სხვა სიბლანტეს ძენს და შესაბამისად ახლა მე ამას აჭრელებული სადაა, არ უნდა აიჭრას. არ უნდა აიჭრას. ახლა ერთ სუფრის კოვს გავხსნით ცოტა ციმწყალში და დავამატებ და უკვე გადაცემის ბოლომდე უნდა მოიხარშოს, რადგანაც ნახეთ, აი ამ ცხიმს რო იკეთებს, აი ამ სიყვითლეებს, არ ვიცი მაყურებელი თუ ხედავს, ეს არის სწორედ მოხარშვის გამო, ეს არ არის არც ცხიმი, არაფერი, ეს არის თვითონ ნიგრძის ზეთი, რომელიც გამოიყოფა მას შემდეგ, რაც დიდხანს იხარშება და რაც უკვე დაბლენდერებულ მასას გადავიტანთ ქვაბში, საკმაოდ ისეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთი მინიმუმ უნდა იხარშოს და ჩვენ რო ახლა აი აქ თან ფუსფუსებ და ამ ყველაფერს თან მარტივად ვამზადებთ. ცოტა ხანში შეფილაშადვალიშვილი. კი, ჯერ რაღაცები გქო კიდე გასაკეთებელი ხა, რა უნდა ვქო? ხომი ჩუნაფის პროცესშია და მალე მზად იქნება და ერთ ხრიქს გასწავლე ლაშა. ნახეთ, ჩოგანი შეგიძლია შუაში ჩადგა და თუ გაჩერდება, ესე იგი ხომი მზად არის და საკმარისი ფქვილი აქვს. გაჩერდა. ესე იგი მზად არის, უბრალოდ დაბალ ცეცხლზე დავტოვებთ, მანამ სანამ ჩვენი ხარჩოც მომზადდება ბოლომდე და ასევე დავჭრით შებულილ ყველსა და სულუგუნს. ძალიან დიდი მადლობა. თაკო, რა ხალხმრავლობა სტუდიაში კამერებს მიღმა? მე ვიცი მიზეზი რაც არის ამ ყველაფერს. ახლოს უნდა დავიტაცებ ხა ყველა. არა, ბევრი ზოდიაქოს ნიშანია და ყველა ძალიან აინტერესებდა. გადადიან მეორე ტაიმზე, ვიტყვიან. უნდა დავამთავროთ. დავამთავროთ. მოდი თაკ. ერთი სასიხარულო ინფორმაცია, მერაბ ნინიძეს მინდა რომ წარმატებები ვუსურვო. პაპის გამკლავი ფილმი, რომელიც ნომინირებულია ოსკარზე, შესაბამისად დაველოდებით ჩვენ ბუნებრივია. შენი კიდე ერთი მორიელი წარმატებები ვუსურვოთ მერაბს. მორიელის ისმეში არის ისიც, ეს არ ვიცით. 8 ნომინაციაში იბრძოლებს მისი ფილმი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აღსანიშნავია და სასიხარულო თითოეული ჩვენგანისთვის და აი ეს ბედნიერ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენგანი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მიხეილს და კიდე ახსილამაზისთვის დიდი მადლობა. დეგუსტაციის ნაწილზე გადავიდეთ ახლა. აბა დავიშალეთ ახლა, დავიშალეთ. კარგად გამდევით ორშაბათამდე. ბედნიერი უქმეები ყველას.